დიდუბეში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ხანთაძე შემოგვიერთდა. დილამშვიდობის დაგლოცეთ. დილამშვიდობის აღმერთმა დაგლოცოთ, მადლობა მოწვევისთვის. გმადლობთ მობრძანებისთვის. მამ გიორგი, გადაცემის დასაწყისში აღნიშნე, რომ წელს 1700 წელი შესრულდა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა. და მოდით დავიწყოთ საუბარი იმით, თუ რას ნიშნავდა ზოგადად ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება საქართველოში, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სასულიერო კუთხით. ეს ნამდვილად თქვენ სწორად აღნიშნეთ, რას ნიშნავდა როგორც რელიგიურ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში. რადგან სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ეს არის არა მხოლოდ პირადი რწმენა ან სარწმუნოების აღიარება, არამედ პოლიტიკური კურსიც, განსაკუთრებით იმ პერიოდში, რადგან აქეთ სპარსეთის იმპერია ეს იყო უფრო მეტად კურსის დაკავშირება ბიზანტიურ სამყაროსთან, ქრისტიანულ სამყაროსთან, რამაც შემდეგში განაპირობა ჩვენი მრავალსაუკუნეო ისტორიაში ესე ვთქვათ სამწერლობო ქრისტიანული მოღვაწეობა, შედეგი ამის ეს იყო ჩვენი კულტურასთან დაახლოვდა ძალიან ქრისტიანული წამსი მოძღვრება უკვე განუყოფელ ნაწილად იქცა ამის შემდეგ. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ 1700 წელი გავიდა, ვსაუბრობთ ამის შესახებ, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ თარიღზე 326 წელზე. თარიღთან დაკავშირებითაც აღვნიშნოთ ორი სიტყვა, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო მეცნიერებაში და ზოგიერთი მეცნიერი გამოთქვამდა, მაგალითად ივანე ჯავახიშვილი ჯერ 327 და სხვადასხვა თარიღებს, რასაც შემდგომ ნაშრომებში ზოგჯერ თვითონაც უარყოფს. ზოგიერთი კომუნისტური ხანაში ზოგიერთი მეცნიერი სხვადასხვა მოსაზრება იყო. ვახუშტი ბატონიშვილის მოსაზრება არის, რომ 317 წლიდან იწყება გაქრისტიანება. ეს ისეთი პროცესია, რომ ზოგადად უნდა ვთქვათ, ჩვენ აღნიშნოთ ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა ისტორიულ კვლევაში, ეს არა მარტო საქართველოს ეხება, არამედ ყველა ქვეყნის გაქრისტიანების თარიღთან დაკავშირებით, თუ არ ჩავთვლით კონკრეტულ ედიქტებს, რაც რომის იმპერიები გამოცემ, მასზე გვაქვს კონკრეტული თარიღები. ზოგადად ესეთი მოვლენები, მაგალითად სომხეთშიც პარალელურად ხდება და იმათ მიღებული აქვს 301 წელი თარიღად, ან უადრესი თარიღი აქვს მიღებული. ჩვენ მივიღეთ საშუალო თარიღი, როგორც კორნელი კეკელიძე ბრძანებს, ერთი არის, რომ 317 წელს ჩვენ სარწმუნოება მიიღო მეფემ მაგალითად და ასე შემდეგ, მაგრამ ნათლისღება ხდება ოდნავ მოგვიანებით, ხო, ეს ესეთ მოსაზრებას გამოთქვამს. ამიტომ ესე თქვა შეთანხმებული თარიღი და ყველაზე უფრო მკაფიო თარიღი 320 მიღებული ტრადიციაში 326 წელი და ძალიან რგვალი თარიღი გავიდა 1700 წელი გავიდა, ეს ძალიან დიდი დრო. უნდა აღვნიშნოთ, რომ თვითონ სახელმწიფო რელიგია ეს ტერმინი, ეს ტერმინოლოგიურად მაშინ არ არსებობდა. ეს დღეს უკვე ტერმინს ვეწოდებთ ამას კონკრეტულ იურიდიულ ფორმალურ იმას ნიშნავს დადგენილებას და მაშინ კონკრეტული იურიდიული წყარო, რომ აი რაღაც დადგენილება მიიღო მეფემ, არ გვაქვს. ძირითადი წყაროები, სადაც მოთხრობილი არის, მაგრამ არ მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში, ეს ზოგადად ყველა ქვეყანაში ესე არის, თუ არ ჩავთვლით და შევადარებთ მაგალითად რომის იმპერიაში მოხდა ედიქტებს, აი მაგალითად მილანის ედიქტს, რომელიც ოდნავ ადრე მოხდა და შემდგომში 391 წელს უკვე თეოდოსი დიდის ბრძანებას ედიქტს, რომელიც უკვე იურიდიული დოკუმენტი არის. თეოდოსი დიდის ბრძანებით აიგრძელა ყველა რელიგია სხვა წარმართული, ამავე დროს ყველა სექტა და ერესი, ქრისტიანობაში წარმოშ მას შორის არიანელობა მაშინ პრობლემა იყო და იმიტომ და აღიარებულ იქნა მხოლოდ ნიკეის სარწმუნოება, ჭეშმარიტი სარწმუნოება მთელს იმპერიაში. ეს არის კონკრეტული ედიქტი და შეგვიძლია მივთითოთ, რომ 391 წელი არის ეს ბიზანტიაში. საქართველოში ოდნავ სხვანაირად არის. წერილობით წყაროებში მოთხრობილი რა არის, რომ მეფე გაქრისტიანდა, ირწმუნა ჯერ ეს ჭეშმარიტად მიიღო მეფემ, წმინდა მეფე მირიანმა და ნანამ და ზევიდან ქვეთ ყველა წყარო, მათ შორის არა მხოლოდ ქართული, ხო, მაგალითად მოქცევა ქართლისა და ქართლის წყაროების რამდენიმე წმინდა ნინოს ცხოვრებაში არის მოთხრობილი ეს ისტორია, არამედ უცხოური წყაროებიც ამას იმეორებს, აი მაგალითად რუფინუსი, ანუ ლათინური წყაროები იქნება ეს თუ ბერძნული წყაროები, ყველა იმეორებს იმავეს, რომ ტყვე ქალმა, ესე იგი ერთ-ერთმა ქალმა მოციქულთა სწორმა გაანათლა საქართველო და იქ ხდება ეს პროცესები. რუფინუსი იმასაც მიუთითებს, რომ მეფის სასწაულზე, რაც ქართლის ჩვენს წმინდა ნინოს ცხოვრებაშია მოთხრობილი, იმას იხსენებს, რომ მეფე სასწაულის შედეგად ირწმუნა წმინდა ნინოს. ეს რა ნელი პროცესი იყო, მაგრამ სასწაული იყო კულმინაცია, როდესაც ნადირობის დროს მას დაუბნელდა და შესთხოვა წმინდა ნინოს ღმერთს და შემდეგ იწყებს კვლევას, ვინ არის ეს ღმერთი, მას შესწავლილი ჰქონდა ძველი აღთქმის წიგნები და ნახა, რომ ის ჭეშმარიტი განკაცებული ღმერთია, მესია და შემდგომში როგორც აი ისტორიული წყაროები, მათ შორის ბერძნული იქნება თუ სომხური, რას მიუთითებს, რომ ზევიდან ქვევით მოდის. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე საქართველოში არ არსებობდა ქრისტიანული ეკლესია, მაგრამ სახელმწიფო რო იღებს ამას, თან როგორ მეფემ ბრძანა ჯერ დიდებულები გაქრისტიანდნენ მთელი ერის ნათლისღება. ამას ფორმალურად მოყარა ეკლესიის უფრო მეტად
ინსტიტუციური სისტემის უფრო მეტად ჩამოყალიბება, სამღვდელოების, ეპისკოპოსების მოწვევა კონსტანტინოპოლიდან, ბიზანტიიდან, ფორმალური სახელმისა, ანუ სახელმწიფოებრივი სახელმისა, ამას ეს არის გეზი, სახელმწიფოს არჩევანი, რაც 1700 წელმა დაამტკიცა და კონკრეტული ედიქტი არ გვაქვს ბუნებრივი ეს კონკრეტული კანონები არც სხვა ქვეყნებს არ აქვს ამ პერიოდში, მაგრამ ამიტომ უწოდებთ ჩვენ სახელმწიფო რელიგიას, რადგან ზევიდან ქვევით მოდის. და ეს არის ესე ვთქვათ პირადი რწმენა. აი დღეს სადაც არის სახელმწიფო რელიგია, ქრისტიანობა ან სახელმწიფო ეკლესია, მაგალითად ევროპის ქვეყნებში შემოთით მართლმადიდებლობა არ არის, მაგრამ ინგლისში ანგლიკანიზმი, მაგალითად სკანდინავიის ქვეყნებში სახელმწიფო ეკლესიები არის. იქ არის კონსტიტუციურ დონეზე მიღებული ეს, ხო, ოდნავ განსხვავებული ფორმალობა აქვს, მაგრამ შინაარსობრივად ეს ერთი და იგივეა. აი საბერძნეთში არის დღეს მაგალითად რითი განსხვავდება, რომ პრივილეგირებული რელიგია არის მართლმადიდებელი ქრისტიანობა სხვა რელიგიებთან შედარებით, სახელმწიფო სიმბოლიკაში, ასე შემდეგ კანონშემოქმედიც არის და ასე შემდეგ. საქართველოში ჩვენ გვაქვს დღეს კონსტიტუციური შეთანხმება, ოდნავ განსხვავებული, აბსოლუტურად განსხვავებული მოდელი, მაგრამ მთლიანად მორგებული ჩვენ თანამედროვეობაზე, რომ აღიარებულია საქართველოს ისტორიული როლი სხვა რელიგიებთან შედარებით. არც ერთი რელიგია არ არის აკრძალული, მაგრამ ჩვენი და ბუნებრივი ესეც უნდა იყოს, არის ისტორიული როლი და განსაკუთრებული პრივილეგიები ამის შედეგად. დიახ. მან გიორგი, ქართულთა თვითშეფასებაზე, მსოფლმხედველობაზე როგორი მოქმედა ამ ყველაფერმა და რატომ გახდა არა მხოლოდ რწმენა ქრისტიანობა, არამედ შეიძლება ასე თქვას, რომ მოწამეობრივი გზა, ასე ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ არაერთი წმინდანი ყავს. მაგალითად, შემდეგში როცა ხდება უკვე სახელმწიფო რელიგიის კიდევ უფრო გამოცხადება, გამტკიცება ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობას გულისხმობ. ვახტანგ გორგასლის ყველასთვის ცნობილი სიტყვებია ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს. ანუ ძალიან ქართულ ხასიათს მოერგო ჭეშმარიტ, არა მხოლოდ ხასიათს, არამედ მომზადებული იყო ერი. კარგი საკითხზე გაამახვილეთ ყურადღება ისტორიულ წყაროებზე და ფორმალურ და სამართლებრივზე შეიძლება მთელი გადაცემა ვისაუბროთ, მაგრამ შინაარსზე გაამახვილეთ ყურადღება. აი მე-4 საუკუნემდე თავში ვახსენე, რომ საქართველოში რა თქმა უნდა არსებობდა ეკლესია. მოციქულებმა იქადაგეს და ეს რომ არ არის ლეგენდა, ამას არაერთი წყარო და არა ამავე დროს მაგალითად აპოკრიფული ძეგლები ანდრიას მიმოსვლა სხვადასხვა, რომელიც წმინდა გიორგი ათონელის ცხოვრებაშია მოხსენებული, ანტიოქიის პატრიარქს ეუბნება, რომ თქვენ როდის გაქრისტიანეთ ამ კითხვაზე, თქვენს წიგნ სასავში ან თქვენ ბიბლიოთეკაში არის წიგნი ანდრიას მიმოსვლა, იქ არის აღწერილი ჩვენი ერის მოქცევა, ესე იგი პირველი საუკუნიდან გიორგი მთაწმინდელი ამას ამბობს და მკაფიოდ ახსენებს, რომ პირველივე საუკუნიდან ჩვენ ქრისტიანები ვართ. ამას ცხადყოფს მეუფე ანანიეს შრომები, მან შემოკრიფა ისტორიკოსების შრომები და ძალიან კარგი წიგნები აქვს გამოცემული ამ თემასთან დაკავშირებით. არაერთი ისტორიული, ასე ვთქვათ, არქეოლოგიური წყარო, სამარხების საფლავები, რომ საქართველოში პირველივე საუკუნიდან არსებობდა ქრისტიანული თემები, ქრისტიანული დამარხვის სიმბოლიკები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ტერმინოლოგიური დამოწმება, მაგალითად ბატონ ედიშერს ჭელიძეს აქვს ძალიან საინტერესო ნაშრომი ამასთან დაკავშირებით. ტერმინები, როგორ შემოვიდა საქართველოში საეკლესიო ტერმინად დამკვიდრდა, მაგალითად კაფიო ტერმინია, ემბაზი დღეს ნათლისღების ჭურჭელს ჩვენ ეძახით ემბას, რაც ბერძნულად პირდაპირ ჩასვლას ნიშნავს, ანუ შიგნით ჩასვლას ნიშნავს. მე-4 საუკუნიდან აღარ გამოიყენება ეს ტერმინი საბერძნეთში, შეიცვალა ეს ტერმინი და საქართველოში ესე იგი მაშინ შემოვიდა, ვიდრე იქ შეიცვლებოდა, ესე იგი მე-4 საუკუნეზე უფრო უწინარეს. ამავე დროს აი სხვა ტერმინებიც ძალიან ბევრი, მაგალითად ოდიკი ნიშნავს, რაზეც წირვას ვატარებთ ხომ, მის წასაღებელი, მიმოსაღებელი მაგიდა, ესე იგი დაფა, რაზეც სტარდებოდა წირვა და ეს უკვე ანტიმესად შეცვალა მე-3 საუკუნეში ლათინურმა და ბერძნულმა ტერმინმა საბერძნეთში და რომში და საქართველოში დარჩა ეს ტერმინი, ესე იგი მე-3 საუკუნემდე გამოიყენებოდა. მარტვილია მაგალითად სულთმოფენობის სინონიმია საქართველოში, რაც დამოწმებას ნიშნავს, ამ დამტკიცებას, ამ დღესასწაულის შინაარსზე უფრო მკაფიოდ მიუთითებს და იქ უკვე პენტეკოსტე 50 დღეთი გამოიყენება უფრო მეორე საუკუნე. ესე იგი პირველივე საუკუნეში დაწესდა ამ დღესასწაულში. და არის რაღაცები, რაც უცხო სიტყვიდან შემოდის, თან განსაკუთრებით ამას საკრალური მნიშვნელობა აქვს, საეკლესიო მნიშვნელობა აქვს და ტერმინის სახელწოდებას არ იცვლის, მკვიდრდება ის ტერმინი თავის ენაზე რაღაც ჩვეულებრივი შინაარსი აქვს, მაგალითად ემბაზი ჩასასვლელი ბასეინია, მაგრამ ქართულში დამკვიდრდა როგორც სანათლავი ჭურჭელი, სხვა ჭურჭელს არ უწოდებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ტერმინად დამკვიდრდა მანამდე, ვიდრე წმინდანმა შემოვიდა. ესე იგი პირველი საუკუნიდან. ამის გარდა კიდევ ძალიან ბევრი მტკიცებულება ამ ნაშრომში მოყვანილი და აღარ გავაგრძელებ, სიტყვა რომ ძალიან არ გაგვიგრძელდეს. შინაარსობრივად ღვთის განგებულებაა საინტერესო. ყველა ერთს ღმერთი თავისი საოცარი განგებულებით, სხვათა შორის ამ განგებულების შესახებ საუბრობს წმინდა იუსტინე ფილოსოფოსიც ამახვილებს ყურადღებას და კლიმენტი ალექსანდრიელიც, რომ როდესაც ხდებოდა
ებრაელი ხალხის ძველ აღთქმაში ვიდრე ქრისტეს განკაცებამდე გადასახლებები ხშირად ისინი ჩადიოდნენ რა რომელიმე ქვეყანაში, მაგალითად საქართველოში ბაბილონის იმპერიის დროს ჩამოდიან პირველი ებრაელები, სახლდებიან მცხეთაში, დედაქალაქში ქართლის და სახლდებიან და ისინი რა შვებიან დასახლებით ფაქტურად ჩვენი ქართველი წინაპრები უყურებენ რა წარმართები არიან, მაგრამ უყურებენ რომ მათ ერთი ჭეშმარიტი ღმერთის სწამთ. ეს არის ფაქტურად ქადაგება, ანუ ერის შემზადება. პირველი ქრისტიანების ხო ისინი ხდებიან მცხეთაში მოგეხსენებათ მაცხოვრის ჯვარცმის დროს კვართი როგორ შემოვიდა საქართველოში. ეს რას ნიშნავდა რომ ერი უნდა შემზადებულიყო ქრისტიანობის მისაღებად. ეს იგივე პროცესები ხდება მაგალითად ანტიკურ საბერძნეთშიც. აი მაგალითად კლიმენტი ალექსანდრელი მიუთითებს რომ სხვადასხვა ფილოსოფოსებმა იცოდნენ ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ, მაგალითად პლატონი, არისტოტელე საუბრობს ერთ ღმერთზე, ეს ცოდა მათ მიიღეს, როგორც თვითონ ამბობს, ებრაული წიგნებიდან, რომლებიც ებრაელებმა ჩაიტანეს იქ გადასახლების შედეგად და გაეცნო მაშინდელი ფილოსოფიური ესე ვთქვათ, სწავლულები და მოაზროვნე ადამიანები გაეცნენ ამ წიგნებს. და შემზადდა, გონება შემზადდა, სულიერება შემზადდა იმისთვის, რომ შემდეგ ქრისტე ყველას მიეღო მთელ მსოფლიოში. ეს პროცესი მოხდა საქართველოშიც. ამიტომ და ბუნებრივია ძალდატანებით ვერ ხდება. ანუ იძულებით არ შეუძლებელია, რომ ადამიანმა რწმენა მიიღოს და მე მისთვის მით უმეტეს თავი გაწიროს და იცხოვროს ქრისტიანულად. შესაბამისად, ქართულ ხასიათში, ისევე როგორც ბევრი ელჩები ქართულ ხასიათს რაღაცები გამოარჩევს. იყო რაღაცა ისეთი წინაპირობები, ან ჭურჭელი ვიყავით, შეიძლება ესე ვთქვათ, გამოიყენოთ ეს ტერმინი, სადაც ჩაეტევდა, დაიტევდა, რომელიც დაიტევდა სულიწმინდის მადლს. თქვენ საუბრის დასაწყისში ბრძანეთ მამ გიორგი, რომ წერილობაზეც იქონია გარკვეული ზეგავლენა, ხომ? ყველამ კარგად იცის, რომ ეკლესიას მხოლოდ კონკრეტულად სასულიერო მიმართულებით ინსტიტუციას არ წარმოადგენდა, არამედ საგანმანათლებლო კერაც იყო თავისთავად, ხო? კი, ხო და საინტერესო არის ამ კუთხით რომ ვისაუბროთ, რა გავლენა იქონია ენაზე, კულტურაზე, მწერლობაზე, ამ კუთხითაც განვიხილოთ. მით უფრო, როდესაც ჩვენ საუბრობთ შუა საუკუნეებზე და ადრე შუა საუკუნეებზე პერიოდზე და პირველი საუკუნე ზოგადად მონარქიულ პერიოდზე ზოგადად ასე ვთქვათ, მაშინდელი ეკლესიები ფაქტურად სახელმწიფო ეკლესია იყო დღევანდელი გაგებით ან შინაარსობრივად, რატომ? იმიტომ რომ ისინი კანონშემოქმედები იყვნენ, როგორც სახელმწიფო შეუძლია კონსტიტუციის შეცვლა და კანონის მიღება, ეკლესიასაც იგივე ფუნქცია ჰქონდა, ერთად იღებდა მეფე და კათალიკოსი მაგალითად ბრძანებას ერთად აწერდა ხელს. ეს ერთი კანონშემოქმედებით, ანუ ფაქტურად სამართალი, ქართული სამართალი თლიანად მოერგო ქრისტიანულ მოძღვრებას შინაარს. ჩვენ დღეს უფრო მეტად დღევანდელი სამართალი უფრო მეტად ხა ამის დიდი შინაარსი აქვს ისტორია, მაგრამ უფრო ევროპულზეა მორგებული, მაგრამ ეს ევროპული სამართალი უფრო მეტად პროტესტანტულ კათოლიკურზეა მორგებული. საქართველოს სამართალი უფრო წინარე, უფრო ბიზანტიურზე იყო, ანუ მართლმადიდებელ ქრისტიანობაზე იყო მორგებული. შესაბამისად, კანონშემოქმედებითი პროცესი, წერილობითი წყაროები, რა თქმა უნდა, ყველა ენაში წერილობა იწყება სასულიერო წიგნებით. ანუ არ არსებობს კულტურა, რომელიც რელიგიური წიგნით არ იწყებოდეს. ბუნებრივია ქართულად იწყება პირველად ბიბლიის წიგნების თარგმნა, პარალელურად, რა თქმა უნდა, სამართლებრივი წიგნების, ქადაგებების და ჰომილიების და სხვა და სხვა და აი მაგალითად ჩვენ ყველაზე ადრეული ძეგლი რაც გვაქვს უშანიკის წამების იმას არნიშნავს მაშინ დაიწყო წერილობა ჯერ თვითონ აი ამის შინაარსიც ამ ჰაგიოგრაფიული ძეგლის შინაარსიც და დაწერის სტილიც ცხადყოფს რომ მის ავტორს ერთი წინაწარმოები არ დაუწერა, სკოლა არსებობდა. ეს ჩემი მოსაზრება, არ მხოლოდ ჩემი მოსაზრება, შეუძლებელია ადამიანმა წერა-კითხვა ამ ბანისა პირდაპირ ესეთი ნაწარმოები დაწეროს. ეს არა უფრო ადრინდელი ჰაგიოგრაფიული ძეგლები, მაგალითად ბერძნული რაც შემდეგ გამშვენდა, მეტაფრაზირება განიცადა, არის ძალიან მარტივი, ხანდახან პრიმიტიული აღწერს რაღაცა შრალად როგორ მოხდა მოწამეობრივი აღწერა და შემდეგ ხდება ამ ტექსტის შელამაზება, ხოლო შუშანიკის წამება იმ თავითვე ძალიან როგორც რომანი ისედაც წაიკ ისეც კითხულობ ძალიან მაღალმხატრულიც არის გარდა იმისა რომ ისტორიული და მოწამის ცხოვრება იქ აღწერილი. ამიტომ სამწერლობო იმაზე გავლენა რა თქმა უნდა იქონია პირველივე საუკუნე ჩემს რა თქმა უნდა წერილობით წყაროები შეიძლება ყველაფერს არ მოგეპოვებოდეს, მაგრამ რაც არსებობს იმის წინაპირობა რო არის ამას ცხადყოფს ეს ტექსტოლოგებმა რა თქმა უნდა კარგად იციან. შემდეგში კულტურაზე რა თქმა უნდა ქართველისთვის ფაქტურად ეს საუკუნეების განმავლობაში განუყოფელი გახდა ქართველობა ქრისტიანობასთან. იმდენად შეესის ხორცსა ჩვენს აზროვნებას, კულტურას და სამართლებრივ წყობას, სახელმწიფო წყობას, ყველაფერს ფაქტურად. ამიტომ ეს ძალიან დიდ იმდენად გავლენა გვაქვს ჩვენ ამისი, რაც შიგნიდან მოდის რა თქმა უნდა, რო არ ქონდეს ამის დამტევნელობა, ერი ამას არ მიიღებდა რა თქმა უნდა. შეიძლება თუ არა გამოყოთ, თქვათ, ქართველი ადამიანის იდენტობიდან სარწმუნოება ქრისტიანობა. ამასაც ხო მიუთითებენ, რომ არის იდენტობა რაღაცა. მე მაგალითად ესეთი
შეგენება ესე გავიზარდეთ ჩვენ და რა თქმა უნდა შემდეგში გვიან პერიოდში დაპყრობილმა ომებმა და რაღაც გამოიწვია გამოსულმანება გარკვეული რეგიონების და სხვადასხვა ამ ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა რომ მაგალითად დღეს ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური შეთანხმების მოდელი და არა სახელმწიფო რელიგია ეს ცოტა რთული საკითხია მაგრამ ეს კონსტიტუციური შეთანხმების ეს მოდელი რაც დღეს გვაქვს 2002 წლის ბევრ რამეზე ესე ვთქვათ ლავირების საშუალებას აძლევს სხვა ესე ვთქვათ სარწმუნოების ამხსარებლებს ამავე დროს ეკლესიას ანუ უფრო ისეთი მოდელიც მე ვფიქრობ სრულყოფილი რაც შეიძლება და მაშინ მიღებული ყოფილიყო სახელმწიფო რელიგია სადაც არის მაგალითად საბერძნეთის მოდელი რო ავიღოთ იქ უფრო მეტად გავლენა სახელმწიფოსი მეტი არის შეიძლება ითქვას აი და ეკლესიასაც რა თქმა უნდა იქ პრივილეგირებულია მართლმადიდებელი ეკლესია სკოლებში სავალდებულოა სწავლება ანუ არა ნებაყოფლობით არამედ სავალდებულოა საქართველოში ნებაყოფლობით ძალიან რბილი მიდგომა არის და ერგება ჩვენს სურვილს და გრიგოლ ნოსელი ამბობს რომ იძულებით ქმნის არა ვრაც სათნოებად იძულებით გაკეთებული რა თქმა უნდა სათნოება არ არის მაგრამ მოვადრო რომ ყველას სადაც სურვილიც ეს იქნება მე ვფიქრობ რადგან ჩვენი ამას გენეტიკურადაც კი ვეძახის ასე ვთქვათ ეს ჩვენი წინაპრების სარწმუნოება და იმდენად გამჯდარია ჩვენ სულიერებაში. მამ გიორგი, დღევანდელ დღეს გლობალიზაციის პერიოდში როგორ არის შესაძლებელი ის რომ არ დავკარგოთ თქვათ ჩვენი იდენტობა, ჩვენი სარწმუნოება, ისე რომ თქვათ ეს ყველაფერი არ გავიდეს თავისუფლების ხარჯზე, თავისუფლების დაკარგვის ხარჯზე, სიყვარულის დაკარგვის და ასე შემდეგ აი ამ ყველაფერს. ძალიან რთული პერიოდია, მაგრამ მე ვფიქრობ შეუძლებელია რომ დავკარგოთ ეს ცხადყო ჩვენმა ისტორიამ. Almira თუ თქვენ ჩვენი ისტორიას ვიც გადახედავს ამდენი საუკუნოვანი ისტორია რომ ამაზე რთული პერიოდებიც ყოფილა დღეს კი რაღაცა ასე ვთქვათ საშუალებები ცოტა განსხვავებულია და ინფორმაციას ადამიანი უფრო მალე იღებს და როგორც დადებითი ასე ვარყოფითი ეს გლობალიზაციის პროცესი ესეთი არასდროს არ ყოფილა მაგრამ უფრო დიდი დაპყრობილი ომები ყოფილა და უფრო დიდ ხანს ყოფილა ესე ვთქვათ საქართველოს დაპყრობილი და ასეთი სიტუაციებიდან გამოსულა ასე რომ ვფიქრობ რომ შეუძლებელია ჩვენ დავკარგოთ თავისი არის რომ ჩვენ ფესვებზე ვიყოთ მყარად აი ომარ ხაიამის სიტყვები ესეთი რომ შენ იქნები ქარი იმის ქარი უნდა იქროლოს ანუ ქარი ყოველთვის იქროლებს ყოველთვის შეგვებრძოლება სხვა სახელმწიფოს ზეგავლენაც იქნება და ასე ვთქვათ ბოროტისაც მაგრამ შენ ვიქნები ბაბუაძე ესეთ სიტყვებს ამბობს ანუ შენ არ უნდა აყვანო როდის არ იქნები როდესაც მტკიცე ხარ შენ რწმენაში ცოდნითაც იცი არა მხოლოდ რაღაცა რომ სადღეგზე ვთ არამედ ცოდნით გამტკიცებული ხარ ამიტომ ახალგაზრდებში ცოდნის მიღებას განათლების მიღებას ჩვენი ისტორიის მათ შორის ეკლესიის ისტორიის ან რას ნიშნავს მათ შორის შინაარსობის მოძღვრების გამტკიცება ნიშნავს იმას რომ უკვე მცოდნე როგორც კლიმენტი ალექსანდრე როს მცოდნე მოწმუნე მეგობარია ღვთის მეგობარი თუ ხარ ამას ვერაფერი ვერ დაგაშორებს ამიტომ თავისი მცირე ასაკიდან ამის ნელ-ნელა მიღება და გათვითცნობიერებული ცოდნა ცოდნითაც და აღზრდითაც რა თქმა უნდა ორივე ერთად მამ გიორგი, საინტერესო არის შემდეგი კითხვა, ასე ვთქვათ, და საკითხი რაც მინდა გამომახვილო ყურადღება. ეკლესიის მისია, ასე ვთქვათ, რა არის? ისტორიული წარსულის, ჩვენი ისტორიის, ასე ვთქვათ, შემონახვა და ამაზე აქცენტი თუ სამომავლოდ ჩვენი გზის გაკაფვა თანამედროვეობაში. თანამედროვე, ყოველთვის თანამედროვე ეკლესია, ისევე როგორც სახარება. ყოველთვის თანამედროვე ღვთის სიტყვა უცვალებელია, ამიტომ არის, როდესაც ვახსენებთ ხოლმე რომ დოგმატი არ ვითარდება ესეთ ტერმინს, ზოგისთვის მიუღებელი როგორ არ ვითარდება, ყველაფერი ვითარდება, მაგრამ არ ვითარდება ნიშნავს იმას, რომ დოგმატის განმარტება, დოგმის განმარტება ვითარდება, რომ შესაბამის დროში ადამიანისთვის გასაგები გახდეს ის რაც ღვთის სიტყვაა, მაგრამ ღვთის სიტყვამ შეუძლებელია განვითარება, განიცადოს თავის სრულყოფილი, რომ ღმერთი არის სრული, ყოველად სრული და მის განვითარება თუ ჭირდება, ესე იგი ღმერთი არ არის, ანუ სრული არ არის. ეკლესიის მისია ყოველთვის იმ თავითვე იყო, რაც აი დიდაქეშიც არის პირველი ქრისტიანული ძეგლი არის პირველი საუკუნის მიწურულის იქაც არის რომ ეკლესიის მისია არის გამოხმობა, მოხმობა, ზარისხმობა, თითქოს ესეთი სიმბოლოები ბევრია ძველ აღთქმაშიც ცოდვილი კაცობრიობის ჭეშმარიტებაში, ცხოვრებაში, ქრისტეში ცხოვრებაში. ამიტომ ეკლესიის უმთავრესი ნიშნულობა, შინაარსი და მისია ეს არის რომ ქრისტეში, ანუ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში და გადაარჩინოს ყველა მთელი საზოგადოების, მთელი კაცობრიობის სულები, ეს არის უმთავრესი მისია და ამიტომ არის დაწესებული, ესე ვთქვათ, საიდუმლოებები და ღვთელმოქმედება და ასე შემდეგ და ასე, მაგრამ საქართველოში, არა მხოლოდ საქართველოში, ყველა ქვეყანაში ეკლესიამ ამავდროულად შეითვისა სხვა მისიებიც, ასე ვთქვათ, აღრძელობითი კულტურული განათლების გავრცელების და სხვა და სხვა. ამიტომ ძალიან ბევრი მისია აქვს, რა თქმა უნდა. თუ გადავხედოთ ჩვენ ისტორიას, ბუნებრივია წერილობის განვითარება იქნება თარგმნილობითი სკოლა თუ სხვა და სხვა ყველაფერი ეკლესიაში და მონასტერში ხდებოდა, რადგან ის იყო კერა განათლების მიღების და ასე შემდეგ. სასულიერო მოღვაწეები იყვნენ
უდიდესი ფილოსოფოსები, რომლებიც შემდეგ გახდნენ მაგალითად დიდი მოღვაწეები, ახლა კლიმენტი ალექსანდრი ვახსენებ, მაგალითად ათენეგორა ათენელი, იუსტინე ფილოსოფოსი, ქართულ სამყაროშიც ეფრემ მცირე, არსენი ყალთოელი, ანუ უდიდესი მოაზროვნეები, რომლებიც იყვნენ ამ წარმართული გაგებითაც ფილოსოფიას ცოდნენი, მაგრამ ჭეშმარიტი ფილოსოფიის შემცნობელი, ანუ ჭეშმარიტ ფილოსოფიას კლიმენტი ალექსანდრი უწოდებს ქრისტიანულ რწმენას, ანუ ჭეშმარიტ რწმენას, ანუ ფილოსოფია, ანუ ჭეშმარიტი სიბრძნე ღმერთია და აქედან გამომდინარე ის ამბობს, რომ ჭეშმარიტი ფილოსოფია განმათავისუფლა, ამიტომ ეს უფრო აღმატებული ფილოსოფია, ის არის გონების მომზადება, ცოდნის მიღება, ტერმინების განვითარება, რასაც გამოიყენებს შემდეგ, რომ საღვთო სიბრძნე განავრცო და გადასცე კაცობრიობას, ეს გამოიყენა კაცობრიობამ ბერძნულმა სამყარომ და მათ შორის ქართულმაც, იმიტომ რომ იმ სამყაროს იმ მაშინდელი მაცხოვრებელი ხალხისთვის ადვილი გასაგები ყოფილიყო საღვთო სიბრძნე, ამიტომ ის ტერმინები, ის ცოდნა, ის ლოგიკური აზროვნება გამოიყენეს და ამით განმარტეს შემდეგ უკვე საღვთო სიბრძნე, რადგან რაც საწვდომად სულიწმინდის მადლის გარეშე შეუძლებელია და ადვილი გასაგები რო იყოს, ამიტომ იყენებს იმას, რაც იმ ცოდნას, რაც მანამდე არსებობდა, სანამ ქრისტიანობა გავრცელდებოდა წარმართ ერებში. იუდეველებში ეს პრობლემა არ იყო, რადგან ისრაელში იმ თავითვე ჭეშმარიტის ჯული იყო და რაღაცები ტერმინების თარგმნა მათ არ ჭირდებოდათ, ასე ვთქვათ, პირველ საუკუნეებში. დიახ, შემდგომი პერიოდი როგორ ვითარდება, მამა გიორგი, როდესაც გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად? ეს არის აღწერილი წმინდანის ცხოვრებაში, ერთი უნდა ვთქვათ, რომ ერი, რომელიც ბნელში ეს მის ცხოვრების ძალიან მკაფიოდ არის აღწერილი, რომ წმინდანი რო შემოდის, ნაწლევანი შეეწვებოდა, ესე იგი სულიერ მისიაზე გამახვილებული ყურადღება, რომ რამ ძიმე მდგომარეობაში ადამიანი აი ამის გარეშე, ჭეშმარიტი რწმენის გარეშე, რადგან სწორედ იმ დროს შემოდის წმინდანი, როდესაც წარმართული დღესასწაული იყო და მთელი ერი აღნიშნავდა, როგორც მოთხრობილი აქ მეფე, მთელი სამეფო ხელისუფლების შესაბამისად, ერი ზოგადად სახელმწიფო რელიგიის კიდევ ერთი სტატუსი რატომ არის მაშინდელი ეს მოქმედება, რომ მეფის რწმენაში და ტოლობა შეგვიძლია დავუშვათ სახელმწიფო რელიგიას შორის, იმიტომ რომ მეფეს რაც რწამს იმას ავრცელებს ნებაყოფლობით, რა თქმა უნდა ნებაყოფლობით და არა მახვილით და ძალით, მაგრამ ეს მაშინდელ სამყაროში ამას ნიშნავდა, რომ რაც მეფის რწმენა იყო, ის ვრცელდებოდა მექანიკურად, არა ბრძანებით, რა თქმა უნდა და მისი სურვილით. ეს არ იყო მხოლოდ ასე ვთქვათ შეთავაზება, რომ აი მე ესეთი რწმენა მაქვს, ეს იყო სახელმწიფო გადაწყვეტილება. კითხვას გავეკეცი, მეგონი ესე ვთქვათ, ხო, როგორი განვითარება მოყვა შემდგომ, რაც გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა? ეს იყო სახელმწიფო კურსი, ფაქტიურად ბიზანტიასთან უფრო მეტად დაახლოება. შემდეგი ისტორია მე ძალიან ხშირად იცვლება, რომ ვახტანგ გორგასალს მაგალითად ყველაზე მკაფიო ისტორია რომ მოვიყვანოთ და მე მეხუთე მე-6 საუკუნე ესეც ხშირად ხდება ლავირება სახელმწიფო ურთიერთობები სპარსეთთანაც აქვს, ბიზანტიასთანაც აქვს, ხან იმასთან აქვს ბრძოლა, ხან ამასთან ამას ჭირდება, რა თქმა უნდა, ჭკვიანი პოლიტიკოსიც უნდა იყოს და ძალიან გამოცდილიც, როგორც ვახტანგ გორგასალი იყო და დიდი მეფეები, არა მხოლოდ დიდი განათლების მქონე და მორწმუნეები, არამედ ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსები და ძალიან ფრთხილ ნაბიჯებს გავდნენ ხოლმე. ესეც არის, მაგრამ ზოგადად სახელმწიფოზე გავლენა აქვს ის, რომ მთლიანი კულტურა ჩვენი არის დაკავშირებული მთლიანად ქრისტიანობასთან უკავშირდება. თუ კი რა მანამდე წარმართული იყო, ისიც იცვლის თავის სიმბოლურ შინაარსს და ქრისტიანულ ჭრილში გადადეს. მაგალითად, ხარის თავი, რაც ხარის კულტი არსებობდა, მთლიანად ქრისტიანულ ჭრილში გადადეს, ხომ მაგალითად, სხვადასხვა კულტები არსებობდა, რაც იცვლის თავის დღესასწაულები, რომელიც ჩაანაცვლა შემდეგმა ქრისტიანულმა დღესასწაულებმა. ეს არ არის ზოგჯერ მიუთითებს, რომ სპეციალურად სახელმწიფო ამას აკეთებს ეკლესიარობის და რა თქმა უნდა, სპეციალურად ცოტა ისეთი ბრჭყალებში სიტყვა არის. აი მაგალითად შობასთან დაკავშირებით, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მანამდე არსებობდა ხომ მზის შობა რომში და ასე ვთქვათ, ამბობენ რომ ამ თარიღში აღენიშნებოდა და ესეც იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შობა მაგალითად ამის გამო ამ თარიღში არ მოხდა. ჭეშმარიტი მზის დაბადება, როგორც ივანე ოქროპირი მიუთითებს, ჭეშმარიტმა მზემ, ანუ იესო ქრისტეს გულისხმობს, გადაფარა ის წარმართული დღესასწაული და ამიტომ ანუ რაღაცები იძენს, რაც იყო წინარე წარმოდგენები. აი მაგალითად მესიის შესახებ მოლოდინი არა მხოლოდ ისრაელში იყო ჭეშმარიტი რჯულის მოლოდინი, ჭეშმარიტი მესიის გამოხსნელის, არამედ წარმართული რელიგიაში იყო დამახინჯებული სახით იყო შემორჩენილი. ზოგიერთი მამა მიუთითებს, რომ წარმართ ხალხებში ეს აი წინაპრების, ანუ სამოთხისეული მემკვიდრეობა შენარჩუნებული იყო გადაცემით და მაგრამ რადგან რელიგიები წარმართული იყო, იქ დარღვეული იყო ის ჭეშმარიტი, მაგრამ რაღაცა შინაარსობრივი კვეთა ჰქონდა, მაგალითად ახლოს იყო რა რაღაც მესია უნდა მოსულიყო. არსებობს ისეთი ტომები, სადაც ჯვარზე რომ უნდა გაეკრათ, ანუ სიკვდილი უნდა მოხდო, მისი მსხვერპლად უნდა გაეღოთ მას თავის და ესეთი წარმოდგენებიც იყო. ამიტომ ამ ხალხებშიც ადვილად ვრცელდება ქრისტეს შესახებ, რომ ის ჭეშმარიტი მესია, ანუ ის იმას კი არ ნიშნავს, რომ ახალ წარმართობაში იყო ის არასწორად, უბრალოდ დამახინჯებული სახე ჰქონდა. ასევე იყო საქართველოში თქო წარმართობა, მაგრამ ჩვენ როგორც თავში აღვნიშნე ჰქონდა რაღაც ის პოტენციალი, რომ ჩვენ მივიღებდით ამ სარწმუნოებას ჭეშმარიტად.
შეიძლება ითქვას ეს ჩვენი ხასიათიდან გამომდინარეც, თავგანწირვა, ბრძოლის უნარი და სხვადასხვა ძალიან ბევრ ამას მოერგო ყველაფერს ქრისტიანობა კულტურა შექმნა ყველა სფეროში ფაქტიურად. დაახლოებით 1 წუთი გვაქვს დარჩენილი მამ გიორგი და რომ შევაფასოთ თქვათ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ისტორიულ წარსულში და დღევანდელობა. კი ბატონო, ცოტა რთული თემა, სამართლებრივი თემაა, დიახ. შეიძლება ავიღოთ თქვათ. შეთანხმებული მოქმედება იყო ყოველთვის ისტორიულ წარსულში, თუ გამოვკვეთ ჩვენ კარგ პერიოდებს, ხო? განსაკუთრებით მოდი გამოვკვეთოთ რახან ახლა ცოტა დრო გვაქვს დავით აღმაშენებლის ეპოქა, რუის უბნისის ძელგრის წერა, გიორგი ჭყონდიდელის თანამდებობამ ხშირად ადარებენ ხოლმე საბჭოთა მეცნიერები პეტრე პირველის ასე ვთქვათ რეფორმებს, მაგრამ მან პირიქით გააკეთა ეკლესია დააკნინა, პატრიარქობა ასე ვთქვათ შეცვალა ობერპროკურორად ამ სიონდის თავმჯდომარე რუსეთში იყო გარკვეული საუკუნეების განმავლობაში ერისკაციც და საქართველოში პირიქით ხდება. საქართველოში დავით აღმაშენებელს განსწავლულ ბერს გიორგი ჭყონდიდელს ეპისკოპოსს მეორე პირი არის სახელმწიფოში, ანუ დღევანდელი გაგებით შეიძლება ვთქვათ პრემიერ-მინისტრი, ხო? მეორე თანამდებობა მისცა. ესე იგი ეკლესიის ესე ვთქვათ ძალმოსილება პირიქით მაღლა აწია და სრულიად შეთანხმებული ურთიერთობა აქვს და განსაკუთრებული კარგი მდგომარეობა მაშინ როცა თვითონ ხელისუფალი არის ჭეშმარიტი მორწმუნე, თვითონ არის უაღრესად განათლებული, როგორც დავით აღმაშენებელი იყო, აღზრდილი იყო გიორგი ჭყონდიდელის მიერ, ანუ განსწავლული მოძღვრის ბერის მიერ მან ძალიან კარგად იცოდა არა მხოლოდ ესე ვთქვათ ქრისტიანული შინაარსი, ამ მთელი ჰიმნოგრაფია, მწერლობა, კანონიკური სამართალი და სხვა. აქედან გამომდინარე, ეს არის საუკეთესო მოდელი შეიძლება ვთქვათ, მაგრამ ყოველთვის შუა საუკუნეებში იყო შეთანხმებული მოქმედება ძალიან ბევრ საკითხზე. ისეთივე ძალა ჰქონდა თითქმის ეკლესიას, როგორც სახელმწიფოს რაიმე კანონზე მოაწერდა ხელს კათოლიკოსი და ეს იყო საყოველთაო. გმადლობთ მამ გიორგი მობრძანებისთვის, როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ დიდუბეში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ხანთაძე.